ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების ააგენტოს დაფინანსებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება. ბიუჯეტი 510.000 ევროზე მეტია. პროექტის მიზანი თუშეთში ტრადიციული მდგრადი მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და ბენეფიციართა მატერიალური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერაა. ქართველი და ჩეხი ექსპერტები მთელი რიგი სასწავლო პროგრამების განხორციელებასაც აპირებენ. მთავარი აქცენტი მეცხვარეობასა და მატყლის რეალიზაციის ხელშეწყობაზე გაკეთდება. ჩვენ ვცდილობთ მაღალ მთაშიც შევქმნათ ის პროდუქტი, შეიქმნას ის კონცეფცია, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ჩეხეთის მთავრობას აქვს კონკრეტული პროგრამა და მე რაც ვნახე, მაყოფილი დავჭი, პირველ რიგში ეს იდეა ძალიან საინტერესო და მომავალში ალბათ ჩეხეთის მთავრობაც დაეხმარება ამ რაიონს. Česká republika v rámkach развивающей pomoci. ჩეხური მხარე დიდ ყურადღებას იჩენს საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ. ჩვენ მხარს უჭერთ თუშეთში ადგილობრივ ფერმერებს. გვინდა რომ ამ მხარეში სოფლის მეურნეობა განვითარდეს.